მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ეს ვიდეო რო არ ჩამეწერა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ბევრმა დამისვა კითხვა, რატომ არ დავდივარ მე გასვენებებზე და მე ამაზე კონკრეტულ პასუხს ბიბლიიდან გავცემ ყველას. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეს ეკუთვნის ეს თემა, რასაც მე ახლა წავიკითხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, აუწყებენ ხალხს წმინდა წერილებიდან ჭეშმარიტებას და ლოცვით და ბიბლიის შესწავლით ატარებენ დღეებს. მათ ეხებათ ეს, მანამდე ეხებოდათ ეს კანონი იმებს, ვინც ემსახურებოდა ღმერთს ადამიანების წინაშე მსახურებაში. სხვა ნიშნულობით, მაგრამ ეს კანონი არ გაუქმებია იესო ქრისტეს, არც ერთი კანონი, რომელიც ძველ აღთქმაში არსებობს. ამასაც ქრისტეს სიტყვიდანაც დაგანახებთ. რიცხვები: მე-19 თავი, მე-11 მუხლი. ვინც ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება 7 დღე. ასევე მე-14 მუხლი. ეს არის რჯული. თუ ადამიანი კარავში მოკვდება, მაშინ ყოველი ვინც შევა კარავში და ყოველი ვინც კარავშია, შებილწული იქნება 7 დღე. მე-16. და ყოველი რომელიც შეეხება მინდორში מחვილით განგმირულს ან მკვდარს, ან ადამიანის ძვალს, ან საფლავს, შებილწულია იგი 7 დღე. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ამას განახებთ მე საპატრიარქოს ნათარგმნი ბიბლიიდან. აქაც იგივე წერია, მაგრამ ეს ეხება ზუსტად იმ ადამიანებს, ვინცაც გონია, რომ სხვაგან სხვა წერია და ჩვენთან ეს არ წერიაო. ყველგან წერია ერთნაირად. ჩემო ძვირფასო ადამიანებო და დაუკვირდით. თქვენი ღვთის მსახურები არიან თუ არა წმინდები. ეხლა ამას დაგიმტკიცებთ იესო ქრისტეს სიტყვებით, რომ ეს კანონები არ არის გაუქმებული. მათესახარება მე-5 თავი, მე-17 მუხლი. არი ფიქრობთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. გესმით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო? არანაირი ძველი კანონი ქრისტეს არ გაუქმებია. ის კანონი ქრისტეს მეშვეობით იქცა ცნებად. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, და რაც პირადად ეხებოდა ებრაელ ერს, ის პირადად ეხება ებრაელ ერს, რისი პრაზნიკების შესრულება, მაგრამ ის რაც აქ აკისრია ადამიანს იმ კანონში რაც წერია, ვინც ემსახურება ღვთის სიტყვის თანახმად ღმერთს, მას ეხება ყველას ეს კანონი. ჩემო ძვირფასო ადამიანებო და დაუკვირდით კიდე ერთ ბიბლიურ მუხლს. ეს არის ლუკას სახარება, მე-9 თავი, მე-60 მუხლი. აი, წავიკითხოთ. მან კი უთხრა მას, დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა, შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი. აქ ორი აზრი აქვს ქრისტეს სიტყვას. რატომ უწოდა მკვდრები ცოცხლებს? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არ ასრულებს ღვთის სიტყვას, მასთან ღმერთი არ არის და მისი სული მკვდარია. ამას ნიშნავს ეს. და მეორე მხარედ, ადამიანი, რომელიც ემსახურება უზენაეს ღმერთს და მის ძეს, მკვდრების დამარხვაში კი არ უნდა იყოს და წაბილწული კი არ უნდა იყოს, არამედ სუფთად უნდა იაროს და ყოველდღიურად უნდა ატარებდეს ღმერთის მოვალეობას. ეხლა მე ამას ვიღებ ჩემ თავზე. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მე ყოველ დღე ვასრულებ ღვთის ქადაგებას, შესწავლას ბიბლიისას და ლოცვას. მე არა მაქვს იმის უფლება დავარღვიო ღვთის კანონი. ამას რატომ ამბობ? მეზობლები, ნათესავები, ახლობლები და ბევრი ისეთი ადამიანები მაყენებენ ამის გულისთვის შეურაცხყოფას. მე
მაუწყებელი როგორც ვარ უზენაესი ღმერთისა და მისი ძის სიტყვის და დამოწმებელი თქვენს წინაშე არა მაქვს იმის უფლება დავარღვიო ჩემი მისია რაც მე დამაკისრა ჩემმა უზენაესმა მამაზეციერმა და მისმა ძემ ჩემო ძვირფასო ადამიანებო მე მიუყვები მათ გზას ეს არის ჩემი ვალდებულება თქვენს წინაშე ამიტომ მე ღმერთს უნდა ვასიამოვნო და არა ადამიანის ტრადიციებს ღმერთს არ აინტერესებს ტრადიციები ადამიანური მას აქვს თავისი მიდგომა კაცობრიობის მიმართ მე ვიცი რომ ყველა აღსდგება და ყველას შევხვდები თავის დროს ამის მწამს და მჯერა მაშინ ამისი რო არ მწამდეს და არ მჯეროდეს არც გიქადაგებდით იმას რაც აქ წერია ამიტომ მე თქვენ კიდე ერთ ბიბლიურ მუხს დაგანახეთ რომ დარწმუნდეთ რომ ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს თქვენი აზრები ჩემო ძვირფასო ადამიანებო იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს იქით მისი აზრები და არა მას ჩვენი აგერ ამას ესაიას 55 თავში ურეთ რა სიტყვები წერია საპატრიარქო ბიბლიიდან გიკითხავთ ამას მე თქვენ 55-ს მერვე მუხლი რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის ამბობს უფალი რადგან როგორც ცა მაღალი დედამიწაზე ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენ ზრახვებზე გესმით იეჰოვას მოწვევების ბიბლიაში აქ უფალი არ წერია წერია იეჰოვა ეს განსხვავება არის უბრალოდ საპატრიარქოს ნათარგმნი ბიბლიაა ეს სპეციალურად იმიტომ განახეთ ამ ბიბლიიდან ეს ყველაფერი ეს ეხება იმ ადამიანებს რომლებიც პრეტენზია აქვთ ჩემს მიმართ რატომ არ დავდივარ მე გასვენებებზე მე ვასრულებ უზენაესი მამის და მისი ძის დავალებას ჩემი მისია მაქვს შესასრულებელი რაც მომაწოდეს მე სამხადაგებლო წერილები უზენაესმა ღმერთმა და ეს გადავცე უნდა ყველა ადამიანს ვინც მოისმენს ამ ვიდეო რგოლებს ეს არის ჩემი მოვალეობა გინდ გეწყინონ გინდ არა სიმართლე გითხრათ მე დიდად არ მაწუხებს ის იმიტომ რომ ვიცი მე ვის ვემსახურები და ვის თვალში როგორი ვიქნები მე მინდა რომ ღვთის თვალში ვიყო ჭეშმარიტი და არა ადამიანის თვალში დაგლოცოთ მამაზეციერება იაჰვემ იეშუას სახელით და არ მოგაკლოთ კურთხევები მამის წმინდა სულის ძალამ ამინ